და აი ისიც მეგობრებო დადგა დრო, როცა უკვე უნდა სრულყოფილად გამოფხიზლდეთ. მეგობრებო და ჰეითერებო თუ ლოვერებო, ეგ ჩემთვის მნიშვნელობას არ წარმოადგენს. მე ახლა ვისაუბრებ იმ საკითხზე, თუ რა გაჟღერდა აქ და რა არასწორად და რა სწორად. მოგიწოდებთ ყველას ამომიდგეთ მხარში უსამართლო ღმერთთან ომში. ეტყობა აქ არის თქვენი გამოცდა. ანტიქრისტე ქრისტეს სახით მოვაო, ვითომ სიწმინდეს იცავ და სინამდვილეში ახრჩობს ადამიანს დრაკონული კანონებით. აპოკალიფსში პირდაპირ წერია, რომ მხოლოდ ის გადარჩება, ვინც შეებრძოლება ბოროტებას. წმინდანი ღმერთი ნარიმანი მამა ნიკოლოზი. წერს ასე, არ ვიცი ვინ. ეს რომ ნარიმანის სიტყვები არ იქნება, მაგაში დარწმუნებული იყავით, რადგან ახლა აგიხსნით რაშია საქმე, მეგობრებო, არ ვიცი ვინ წერს ამას და ვინ წერს ამას ნარიმანის სახელით, მაგრამ მე გეტყვით რაშია შეცდომა და სად ჩაიჭრა ის ადამიანი, ვინც ამას წერს ნარიმანის სახელით. ახლა გეტყვით, მოგიწოდებთ ყველას, ამომიდგეთ მხარში უსამართლო ღმერთთან ომში. ეს ერთი. მერე ეტყობა აქ არის თქვენი გამოცდა. მოდი ახლა ვნახოთ, ვთქვათ, ღმერთი ომობს თუ არ ომობს უსამართლო ღმერთის წინააღმდეგ. ანუ ჭეშმარიტი ღმერთი ვიცით, რომ სიტყვის და ვიზაც უნდა იმას გააქრობს, ხო? ვთქვათ, არ არის აქ მნიშვნელოვანი ომი. ჭეშმარიტ ღმერთს, რომელიც მამა ქვია და ქრისტე, რომელზეც საუბრობს მამა ღმერთზე. ამ ღმერთს არ სჭირდება არავისთან ომი. ომი ნიშნავს იმას, რომ ვერ ერევა და ომია საჭირო, მაგრამ ყოვლად შემძლე ღმერთს შეუძლია ერთი თქვას და გააქროს ნებისმიერ თავისი ქმნილება, რომელიც შექმნა, მაგალითად როგორც არის ასევე სატანა. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთმა სატანას უფლება მისცა, რომ ებატონა ერთ-ერთ ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ადგილზე, სადაც ის როგორც მეფედ განაცხადა, ხო? ანუ მან დედამიწის მეფედ სატანა დააყენა. ანუ ღმერთმა ყველაზე დაბლად ჩამოაგდო, ესე იგი დედამიწაზე. ანუ აქედან ირკვევა, რომ ჩვენ უკვე დედამიწაზე სატანის მფლობელობაში ვართ, ანუ ჯოჯოხეთში ვართ და მე აგიხსნით 64 სად იყო აქ და ასე შემდეგ, მაგრამ ჯერ ესე გავაგრძელოთ. მოკლედ დედამიწაზე ჩამოაგდო სატანა და კი არ მოკლა, არამედ მას მისცა იმის უფლება, რომ მხოლოდ დედამიწაზე ემეფა და საკვირველებაო ღმერთმა არ მოკლა სატანა და არც შეეომა და არც თმები დაიწეწა. ასე რომ თავის თავს ჭრის ის ადამიანი, რომელი ადამიანიც წერს, რომ უსამართლო ღმერთის წინააღმდეგ ომში დამიდექითო, რომელიც წერს. არ მგონია ამიტომ, რომ ეს იყოს ნიკოლოზ ნარიმანის სიტყვები. ჭეშმარიტ ღმერთს, ასე რომ ვთქვით უკვე და კიდევ გავიმეოროთ, რომ დავკონკრეტდეთ, არ სჭირდება ომი არავისთან, ის უბრალოდ სიტყვას იტყვის და მორჩება. ხო, როგორც გააკეთა ქრისტემ. მაგალითად, ხო? ქრისტე არავის არ შეეომა, ქრისტე შეეომა ერთადერთ რამეს, ეს არის უსამართლობა. უსამართლობას კი არ შეეომა ხანჯლებით და თოფებით, არამედ თავისი საქციელებით, იმ საქციელებით, რომ უთხრა, აი შენ სატანა, შენ კი გაქვს უფლება ამ დედამიწაზე იბატონო, მაგრამ ჩემზე ვერ გაბატონდები. აი თუ ომს დავარქმევთ იმას, რომ შენი თავის დამკვიდრებაში იყო, შენი თავის დაცვაში, რომ არ შეგაცდინო სატანამ, ამას თუ ომს დავარქმევთ, კი ბატონო, შეიძლება ამ ჭრილში განვიხილოთ ეს საკითხი. მაგრამ თუ ჩვენ ომს დავარქმევთ ის, რომ აი ახლა მე შეტევაზე გადავდივარ სატანასთან, ეს უკვე არის წაგებული ომი, იმიტომ რომ თვით ღმერთი არ ეომება სატანას. მაშასადამე თუ კი შენ შეეომები ნებისმიერ უსამართლო ღმერთს, თუნდაც სატანას, უკვე წაგებული ომი გაქვს, იმიტომ რომ ღმერთის გარეშე მოქმედებ. ანუ ღმერთისნიერად არ მოქმედებ, ღვთისნიერად არ მოქმედებ, თუ გინდა რომ იმოქმედო ღვთისნიერად, მაშინ მიუჩინე სატანას თავისი ადგილი და კი არ ერეომო. ეხლა მეორე საკითხი. ეტყობა აქ არის თქვენი გამოცდა, ანტიქრისტე ქრისტეს სახით მოვაო. აქაც ჩანს ის, რომ გამოცდაზე არის საუბარი
და ანტიქრისტე ქრისტეს სახით მოვაო, ნუ ეხლა აქ რა არის ნაგულისხმები არ ვიცი, მაგრამ ქრისტე იბრძოდა თუ არ იბრძოდა სატანის წინააღმდეგ ჩვენ ვიცით, ხომ? და როგორ იბრძოდა ისიც ვიცით. ანუ რა ვიცით აბა? ჩვენ ის ვიცით, რომ ქრისტე არავის არ შეეომა და აი ესე ჟარგონულად რომ გამოვიყენოთ ეს რუსული სიტყვა, არამც თუ შეეომა, არამედ ნახეთ პეტრეს რა უთხრა, ყურს რომ მოაჭრის გეცემანის ბაღში, აი იქ ცხეთაში რო არის გეცემანის ბაღში, მან ყურს რომ მოაჭრის პეტრე ჯარისკაცს, ნახეთ რა შეუბნება ქრისტე, არ იცი ვისი მოდგმისა ხარ. ხო და ამიტომ აიღებს ამ ყურს და გაუმთელებს ამ ჯარისკაცს, ხო? ანუ აქაც ჩანს რომ ქრისტე ომზე არ არის აქ ჩამოსული, ჩანს რომ ქრისტე არის იმისათვის მოსული რომ სინათლე დაიცვას, ანუ სინათლე დაიკავოს თავის თავში, სინათლე არ დაკარგოს. ხვდებით? ანუ სინათლე ეჭიროს. არ გაუვარდეს ხელიდან ეს სინათლე. თუნდაც პეტრეს სახით, ხო? მოდი აქ წავიკითხოთ, აღრჩობს ადამიანს, ვითომ სიწმინდეს იცავს და სინამდვილეში აღრჩობს ადამიანს დრაკონული კანონებით. ანტიქრისტე დიახ, რომელიც დღესდღეობით ეკლესიაშია გაბატონებული, ვითომ სიწმინდეს იცავს და აღრჩობს ადამიანს თავისი კანონებით, ეს სინამდვილეა მეგობრებო, ნამდვილად ასია და იცოდეთ რომ ანტიქრისტე არის სადაც ერთადერთ ადგილზე სადაც თქვენ უნდა ეძებოთ ეს იქ კი არ არის სადღაცა იერუსალიმში მე გადაკოპირებულ სადღაცა აქ საქართველოს ეკლესია მონასტრებში არის ანტიქრისტე შემწვრალი თავისი ილია მეორითურთ აპოკალიფსში პირდაპირ წერია რომ მხოლოდ ის გადარჩება ვინც შეებრძოლება ბოროტებას დიახ აპოკალიფსში პირდაპირ წერია რომ მხოლოდ ის გადარჩება ვინც შეებრძოლება ბოროტებას სწორედ იმ სახით როგორიც უკვე ავღწერე და ავღწერე რა რომ ადამიანს უნდა ვინმეს ან რამეს ბოროტებას შეებრძოლოს ერთადერთი გზა აქვს თავისი სინათლე შეინარჩუნოს სხვა ყველაფერი ხელში ხანჯლის აღება ვიღაცის თავში ჩარტყმა და ასე შემდეგ არის მხოლოდ და მხოლოდ მცდარი აზროვნების შედეგი და მცდარი ღმერთის შედეგი კი ბატონო წმინდანი ღმერთი ნარიმანი მამა ნიკოლოზი. მოდი იქიდან ვთქვათ, ადამიანი, რომელიც თავის თავზე ასე ხშირად იძახის წმინდანი ღმერთი, ესე იგი მას თავის თავში ეჭვეპარება, რომ არ წმინდანია და არც ღმერთია, ამიტომ სჭირდება მას ძალიან ხშირად თქვა, რომ წმინდანი ღმერთი, მეფე და ასე შემდეგ. მე გეტყვით ერთ რამეს, რომ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ნარიმანს თავის თავში ეჭვი არ ეპარება, რომ ის თქვათ წმინდანია, ხო? ამიტომ მას არ მოუწევდა ამდენი თავის თავზე დამტკიცება, რომ აი წმინდანი ღმერთი, წმინდანი ნარიმანი, წმინდანი მეფე და ასე შემდეგ. მე მინდა გითხრათ, რომ როდესაც ვფიქრობ და ასე ვთვლი, რომ როდესაც ნარიმანი ამბობს თავის თავზე მეფეს, ის სრულიად სხვა რამეს გულისხმობს, ვიდრე იმ მეფეს, რომელიც ჩვენ წარმოგიდგენია საუკუნეების წინ, რომ გვეჯდა ხოლმე მეფე და იმას რომ მიყვებოდით. არა, მაგ მეფეს არ გულისხმობს და არც იმ მეფეს გულისხმობს, რომელიც ეწოდა ქრისტეს. არამედ ამ მეფეში დარწმუნებული ვარ, რომ სრულიად სხვა რამეს გულისხმობს და სავარაუდოდ არის გამოცდა იმ ადამიანების, რომლებთაც ეუბნებათ რომ ყველაფერში კი არ უნდა დამიჯეროთ. თქვენი აზრიც უნდა გქონდეთო, გესმით? ყველაფერში კი არ უნდა გამომყვეთო. ასე რომ მეგობრებო, ესე შევატრიალებთ თუ ისე შევატრიალებთ, ეს ადამიანი, რომელიც ახლა ამ სიტყვებს წერს, არ არის ნარიმანი. და დარწმუნებული იყავით, რომ არ არის ნარიმანი. იმიტომ რომ თავის თავს ეწინააღმდეგება, თუ იგი წმინდანია და მეფეა, მაშინ იგი არავის დაუწყებს ბრძოლას, არავის დაუწყებს იმის თხოვნას, რომ დამიდექით მხარში, არავის. და თუ კი ის მაინც აკეთებს ასეთ რამეს, მაშინ ის არც წმინდანია და არც მეფეა, არც ღმერთკაცია და არაფერი არ არის, ის არის მხოლოდ თვითმარქვია. ასე რომ გადაწყვიტეთ, რომელი გინდათ რომ აირშიოთ,
არის ეს ნარიმანი სიტყვები თუ არ არის ეს ნარიმანი სიტყვები მე პირადად ვთვლი რომ ეს ნარიმანი სიტყვები არ არის რამე თუ ნარიმანი არის მდუმარებაში და ამ მდუმარების მიღმა ბევრი სხვადასხვა რა ვიცი ვინ წარმომადგენელი ცდილობს რომ ნარიმანს ამ სიტყვებით მდუმარება დაურღვიოს ასე რომ ჩემო კარგებო გადაწყვიტეთ ან მდუმარებს ნარიმანი ან კიდე საუბრობს წერაც საუბრად ითვლება. მე ვფიქრობ, ნარიმანი მდუმარებს და ეს სიტყვები დაწერა იმან, ვისაც სურს, რომ ნარიმანს ძილი მოუთხაროს. ასე რომ გადაწყვიტეთ თავად, რომელი მიმართულება გინდათ აიღოთ, გონიერი ერი, გონივრულად გადაწყვეტს და ასე რომ გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.